გახდა თუ არა 12 საათი, პროცესები განვითარდა ისე, რაც საშინელებათა ფილში შესაძლოა მხოლოდ ნახოს ადამიანმა. პარლამენტის ორივე მხრიდან ჩამომავალმა სპეცრაზმა გახსნა პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლი, ეს იყო წყლის ჭავლი ყუმბარები, რომელიც ეცემოდა სცენას, რომელიც მოწყობილი ჰქონდა აქციის ორგანიზატორებს რუსთაველის მოედანზე. და ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი ძალიან დაიძაბებოდა, რა დროსაც მე და გიორგი შევთანხმდით, რომ გავრიდებოდით მოვლენებს, ვინაიდან ძნელია ხელყუმბარების და წყლის ჭავლის ქვეშ მუშაობა და გადაუწყვიტეთ წავსულიყავით თავისუფლების მოედნისკენ, რათა თუნდაც შორი კადრები აგვეღო და შემოგვენახა, ესე ვთქვათ, გადაგვეღო პროცესი. თემა იყო ესეთი, რაც მე ვნახე და რაც დავინახე, რუსთაველის თეატრის, რუსთაველის კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი იყო ჩაკეტილი, კიდაც სპეცრაზმელები იდგნენ. თავდაპირველად მე და გიორგი ვცადეთ, რომ ამოსულიყავით თავისუფლების მეტროსთან კანცელარიისკენ ამომავალ კიბეებზე, მაგრამ იქაც იდგა შესაბამისი ეკიპირების მქონე სპეცრაზმელები იყვნენ. და ამის შემდეგ წავედით მე და გიორგი თავისუფლების მოედნისკენ. პროცესის ზემოთ, როგორც მოგახსენეთ, იყო დაბომბვითი ხასიათის, პირდაპირ რომ თქვა, ცეცხლი იყო გახსნილი მომიტინგეების მხარეს, საშინელი სცენა იყო, იქ გაჩერება იყო წარმოუდგენელი და იმდენად გამოვცდით მე და გიორგი, ანუ ცეცხლში რა იგულისხმება, რა? ცეცხლში იგულისხმება, აქ ცვიოდა ბატონო სოზარ ხელყუმბარები ყვამლის, წყლის ჭავლი იყო მიშვებული პირდაპირ სცენაზე და ფიზიკურად ადამიანი იქ ვერ გაჩერდებოდა. და გაზი დიახ, მადლობა შეხსენებისთვის. რეზინის ტყუები უკვე მივალ რეზინის ტყუებამდე ბატონო სოზარ, დავიძარით თავისუფლების მოედნისკენ და გადავაწყდით, რომ ქვემოთ ამ მხრიდან ამოდიოდა დიდი ტალღა სპეცრაზმელებისა. მე და გიორგი იმდენად მშვიდობიანად ნელისვლით მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ რაიმე ექსესი ჩვენს მიმართ შესაძლოა განხორციელებული იყო. როგორც მოგახსენეთ, მეც და გიორგისაც ხელში გვეჭირა ფოტოაპარატები, პრესკარტებით შესაბამისად მეტროში. ბატონო, მეტროში ჩასვლა. მოგახსენებთ, აი როგორც იყო თანმიმდევრულად მივყვები და მეტროს თემასაც შევეხები. იმდენად მიუახლოვდით სპეცრაზს, აი კადრებიც არის TV25-ის მიერ გადაღებული, რომ დაახლოებით მეტრ-ნახევარი 2 მეტრის მანძილი იყო ჩვენსა და სპეცრაზს შორის და გამოფრთხილებლად გიორგი მაინც შეცახა, რომ ბიჭებო, ჟურნალისტები ვართ და პრესკარტა აწია, რა დროსაც გაისმა ცეცხლი, ესე ვთქვათ, მათ მომარჯვებული ქონათ ხელში შესაბამისი იარაღი თოფები, ნუ რა არის არ ვიცი რისი თოფი იყო, როგორც ჩვენ გაირკვა რეზინის ტყუებს ისროდნენ. პირველი ერთ-ერთი ტყუია გიორგის მოხდა ქვემო კიდურებში, რა დროსაც სიმწრისგან დაბლა დაიხარა, ამ დროს მე მას ვწდები ხელით, ვატრიალებ და სწორედ ამ დროს გაისმის მთელი ზალპი, არ ვიცი, სხვა რა დავარქვა. და რა დროსაც ძალიან ბევრი ტყუია მეც და გიორგისაც დაახლოებით 40-ზე მეტი ტყუია ჰქონდა რეზინის მოხვედრილი. მე წამოვაყენე გიორგი და ნუ სირბილით როგორც შეგვეძლო, იმიტომ რომ ზურგზე ცეცხლი მეკიდა სიმწრისგან, წარმოუდგენელია ამ ემოციის აღწერვა და გამოხატვა. რა მანძილიდან გესროდნენ? დაახლოებით მეტრ-ნახევარი 2 მეტრა ბატონო სოზარ, იმდენად ახლოს ვიყავით და ისინი ისე მოდიოდნენ, ვერ წარმოგვედგინა რომ მით უმეტეს შეძახილის შემდეგ თუ იქნებოდა. იცოდნენ რომ ჟურნალისტები იყავით, იმიტომ რომ უთხარით და ფოტოაპარატი. დიახ, გამავრთხილებლად. კადრებიც აქვს სხვათა შორის გიორგის გადაღებული, ახლა რო გავუშვათ ეკრანზე, არ ამგონია გარჩევადობა იყოს, მაგრამ დაფიქსირებულია, სადაც შეძახილი ისმის, რომ ჟურნალისტები ვართ. და შესაბამისი პრესკარტები აწეული ჰქონდა. ესე მივდივართ და TV25-ის კადრებშიც თუ იქნება მე შესაძლებლობა ნახავს მსმენელი. რასაც ვამბობ, ზუსტად ანალოგიურია კადრებშიც და მე ვწვდი გიორგის წამოვაყენე, რა დროსაც მთლიანად გადამცხრილეს აი ჩემი ზურგი თუ არის შესაძლებელი, მეგონი გადისკიდეს კადრებში, აი ეს ნუ იქ კიდე ისეთი ფოტოებია, ალბათ არც არის სასიამოვნო იმის ნახვა. ისევ სირბილით ვეცადეთ წამოსულიყავით ზემო მხარეს თავისუფლების მეტროსკენ. თავისუფლების მეტრო ასევე გადაკეტილი ქონა, თუ არ ვცდები, პატრულის თანამშრომლები იყვნენ. მეც და გიორგი ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა, რომ ვართ ჟურნალისტები და თუ შესაძლოა ჩვენთვის გამონახეთ უსაფრთხო ადგილი, რომ გავჩერდეთ. სწორედ ამ დროს წამოგვეწინენ ისინი, ვინც ტყუებით უკვე გადაგცხრილეს და მე პირადად თავში ჩამარტყეს ხელკეტი, რა დროსაც გავითიშე. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წუთით ვიყავი გონება დაკარგული, როდესაც თვალი გავახილე, წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასმასის ხელბორკილით შეკრული.
ერთ-ერთი პირველი რაც გავიგონე ეს იყო ჩემი მეგობრის და კოლეგის გიორგის ხმა, რომელიც თავზე დამდგარ სპეცრაზმელებს უხსნიდა, რომ აქვს აკრედიტაცია, ვარ ჟურნალისტი და თუ შეიძლება შეწყვიტეთ ცემა, რომ გავიხედე რამოდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტით უსწორდებოდა გიორგის. რამოდენიმე წუთში მოახერხე ეს სპეცრაზმელები აიღეს მგონ თუ სწორად მახსოვს გიორგი სგან აიღეს საბუთები და გაერიდნენ გიორგის, ალბათ გადასამოწმებლად გავიდნენ. მე მოახერხე გიორგისთან მიხოხება, ესე ვთქვათ და აქედან იწყება უკვე მეორე ეტაპი ჩვენი წამების და კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაგდებისა. ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ სპეცრაზმელები, ეთყობა სხვადასხვა სამეგობრო თუ გუნდი იყო და გვისწორდებოდნენ ხელკეტებით. მიუხედავად იმისა, მე საუბრის თავი აღარ მქონა, ვერც ვსაუბრობდი, ეს კბილები ჩაფშნილი მქონა, ეხლაც მახსოვს ემალის გემო, რომელმიც პირში პირველად ვიგრძენი. საუბრობდა გიორგი და უხსნიდა სპეცრაზმელებს ყველა მოსულ ჯგუფს, რომ ვართ ჟურნალისტები, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და თუ შესაძლოა თქვენს ხელმძღვანელობასთან გადაამოწმეთ ჩვენი ინფორმაციის სინამდვილე და ამის მიუხედავად ცემა გრძელდებოდა. რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის, იყო ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვებოდა. ეს იყო საშინელი სანახაობა, იმ მტერსაც რო არ უნდა უსურვო. ამის ნახვა. გიორგიმ სთხოვა ერთ-ერთ სპეცრაზმელს, ვინც დადიოდნენ, რომ ადამიანი კვდება და იქნებ მიაქციოთ ყურადღება, რასაც საპასუხოდ ისევ ხელკეტებით ცემა მოყვა ჩვენი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ჯგუფი იყო მოსული ჩვენ საცემრად, ბოლოს როგორც იყო ალბათ დაიღალნენ სავარაუდოდ. მოვიდა ერთ-ერთი სავარაუდოდ მათი ხელმძღვანელი და იკითხა ჟურნალისტები ხართ? დიახ, დაუდასტურეს ჟურნალისტები ხართ? ვართ. რა საბუთებიც ჰქონდა, მივეცით ჩვენი პრესკარტა, გიორგის ქონა აკრედიტაცია სხვადასხვა უწყებებისა, წაიღო ამ ბატონმა. რამდენიმე წუთი იყო გასული და კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა და ასავალ-დასავალი ჟურნალისტები აქვინ არიანო და გახარებულებმა ჩვენს პირველად ცხოვრებაში ესე ძალიან გამიხარდა, რომ ჟურნალისტი ვიყავით, შევძახეთ, კი, ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ვიფიქრეთ, გვათავისუფლებდნენ, ამის ნაცვლად მოვიდნენ და უარესი ჩაიდინეს. ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ.